საღამომშვიდობის მოგესალმებით ყველას. დღეს გაჩვენებთ რა ვიყიდე სუზალაში. TikTok-იდან გეცოდინებათ ალბათ მაღაზია, რომელიც ძალიან კარგი ფასებით ანებიროს მომხმარებლებს. ისეთი რეკლამა გავუკეთე, გეგონება ფულს მიხდიდნენ. ეხა იმ სიტუაციაში ვარ რა, ფული რო არა გაქვს და მაინც გამჩენი რო არ გასვენებს. ხო ვიყავი სუზალაში, ხო ვიყიდე რაღაცები, გავატარე ბარათით. წეღან მაღაზიაში შევედი სიგარეტის საყიდლად და აბა მეთქი TBC-ით გადავიხადო თუ საქართველოთი თქო და TBC-ზე ლარი და 45 მქონდა, საქართველოზე ლარი და 60. ხო და ქეში მქონდა ჯიბეში და ქეშით გადავიხადე. სუზალა. სხვადასხვა რამდენი ხანია მინდოდა სუზალაში წასვლა, მაღაზიის დათვალიერება და სხვადასხვა პროდუქტების ყიდვა, მაგრამ აქამდე ვერასდროს ვერ მოვიცალე. ხო და დღეს სამსახურში ვიმუშავე დილის სმენა, 4-ზე გამოვედი სამსახურიდან და ეგრევე წავედი სუზალაში. და გაჩვენებთ რეები ვიყიდე. ეს პიტნის ჩაი, ესეთი სამკუთხედები იყო ხალხო ლარად აქციაში, 20 ცალია ლარად სამკუთხედი ჩაი. ძალიან კარგი ფასია. ეს იყო ლარი და 25 რულეტი კრემიანი. ვაიმე, სად დახტიხარ ერთი ვერ გავიგე. ხა მაგიდაზე არ ახვიდე თქო რამდენჯერ გითხარ. ლარი და 20 იყო ეს კრემიანი რულეტი და გავსინჯოთ რატომაც არა. ჯოი რომელსაც TikTok-ზე არეკლამებენ, ენერგეტიკული სასმელის გემო აქვს, მაგრამ არ არის ენერგეტიკული, როგორც ამბობენ, არის ლიმონათივით. ეს ჯერჯერობით ძვირი ღირს. ნახეთ ეს რესაყვარლობა ჭიქა ვიყიდე 2 ცალი, ვაფლის ჭიქა, რომელშიც ჩვეულებრივად ჩაასხავთ ცხელ შოკოლადს და როდესაც დალევ, შემდეგ შეგიძლია ჭიქაც მიირთვა. ძალიან საყვარლობაა. ერთი წუთი ხო შეგიძლია მაცადო ვიდეოს გადაღება, ვაიმე როგორ უყვარს ფერება. ეს ჭხირი ღირდა ლარი და გავსინჯოთ რატომაც არა წიწაკის. ესეთი ცხელი შოკოლადები ვიყიდე. სუზალაში ნაყიდი შოკოლადიანი ვაფლის ჭიქაში დავლევ სუზალაში ნაყიდ შოკოლადის ცხელ შოკოლადს. რეკლამაში არ ვარ მოკლედ. უფასო რეკლამა რა გინდა. აი ეს რამდენი ხანია ამის გასინჯვა მინდოდა, ესეთი კუბიკები ყრია და თან წვენია. ეს არის ვაშლის მოგუ და სხვათა შორის ფრენჩაიზ სპარში რო ვნახულობდი, გული მიმდიოდა ისე მინდოდა გასინჯვა, მაგრამ რატომღაც ვერ ვიმეტებდი 6 და 95-ს და დღეს ვიყიდე ბევრად უფრო იაფად. ჩეკი წამოვიღე სპეციალურად თქვენთვის, როგორც ყოველთვის და ყველაფრის ფასებს გეტყვით. და ესეც ჩვენი დუბაის შოკოლადი, რომელიც რამდენი ხნის წინ იყო ტრენდში, მოდაში, ყველაფერში, მთელი TikTok-ი და მთელი სოციალური ქსელები წაიღეს დუბაის შოკოლადის დაგემოვნებით და მე არ მქონდა დაგემოვნებული. ერთხელ ჩემით გავაკეთე ვერმიშელი მოვხალე და ესა ფისტის მაგივრად გამოვიყენე ხალვა. სხვათა შორის გემრიელი გამოვიდა. ეს იყო და ესე იგი ცოტა ძალიან რთული ამოსაკითხი ჩეკია. რულეტი ფავორიტი 2.99. ეს არ ყოფილა აქციაში, მაგრამ არაუშავს. ლარი და 29 ეწერა და 2.99 გადამიხდია. არაუშავს ხდება ხოლმე, მე თვითონაც მაღაზიაში მუშაობ. არა, რაღაცა მეშლება ხო? გამაგრილებელი სასმელი. ძალიან ვერ გავუგე ამ ჩეკს.
ანუ მაღაზიაში მუშაობ, სპარში მუშაობ, მაგრამ ამას რაღაცა ძალიან უცნაური ჩეკი აქვს სუზალას და უბრალოდ ფასები ვერ გავიგებ. მოდი ქვემოდან ავყვები. 2.50 ღირდა ხალხო მოგუ, რომელიც დესპარში კი არა და ფრენჩაიზ სპარში ღირს 4.95. კი ხედავთ უკვე რამხელა სხვაობაც არის. დუბაის შოკოლადი 99 თეთრი? 2 და რაღაცა ეწერა არა და 2.50 მე მგონი. შეიძლება აქციაში იყო. აი ვეღარ გავიგე. აი სამწუხაროდ რაც არ მომწონს ჩეკში ავირიე. ანუ ვერ მივხვდი ხალხო, დავიწყოთ პარკი პატარა. კოდს რო გავყვებით გვერდზე წერია ლარი და 15. როცა პარკი არ ღირს ლარი და 15. რულეტი ფავორიტი 299. არ ღირს რულეტი. გამაგრილებელი სასმელიას ჯოი ალბათ. 3 ლარი. არ ღირს 3 ლარი. ანუ ჩეკს არასწორად ვკითხულობ, უბრალოდ მე ვერ გავიგე და თქვენ თუ რამეს გაიგებთ აი აქ, ნუ ვერც დაინახავთ, მაგრამ დაასტოპეთ თუ გინდათ. მე მაგალითად ეს ჩეკი ფიზიკურად ვერ ამოვიკითხე. ხო, ნუ ჯამში გამოვიდა 16 და 35 ეს ყველაფერი. რაც ძვირი არ არის და საკმაოდ მომეწონა ფასები. ძალიან კარგი ფასები იყო, მოწესრიგებული მაღაზია იყო, სხვათა შორის ფილიალი იყო ძალიან დიდი, რასაც არ ველოდი, უფრო პატარა იქნებოდა მეგონა მაღაზია, მაგრამ ძალიან დიდია. რაც ყველაზე მეტად მომეწონა შესასვლელ კარებში კარადები, გამოსასვლელ კარებში კარადები, დანომრილი, თავისი გასაღებებით, რომ ჩანთა დატოვო, შიგნით რო არ შეიტანო. რაც ძალიან კარგია. ჩაის ფასი ყველაზე მეტად მომეწონა, რომელიც ღირს ლარი და ყოველთვის უწერენ კომენტარებში ვადა როგორი აქვსო. ხო და შესაბამისად ყველა ამოწმებს ხოლმე ვადებს, თუ რამე ეს დაბალ ფასში ყიდულობენ. ეგ ყველა მაღაზიაში ეგრე ხდება, თუ რამე კარგ აქციაში არის, ეგრევე ვადას კითხულობენ. მოკლედ ეს ძალიან საყვარლობაა. მე როგორც ყავის მოყვარული და მით უმეტეს ზამთარში ძალიან კარგი რაღაცაა, ლარი და 50 ღირდა, ეს ზუსტად მახსოვს, ჩეკში ვერ ამოვიკითხე, მაგრამ მე თვითონ ზეპირად მახსოვს. და ძალიან კარგია. დაბლა მოყვება სალფეთქი და პლასმასის ჭიქა. ვინაიდან და რადგანაც ამ ვაფლს მივირთმევთ, მაგიდაზე რო არ დავდოთ, შესაბამისად მოყვება პლასმასის ჩასადები თავისი სალფეთქით. აუ, ძალიან ისეთი რაღაცეები ვიყიდე, ყველაფერი ისეთი ვიყიდე, რაც არ მაქვს დაგემოვნებული და ცალკე ვიდეო მინდა გადავიღო, სადაც ამ ყველაფერს ნელ-ნელა დავაგემოვნებ. ეხლა ერთიანად ვერ დავაგემოვნებ, იმიტომ რომ ჯერ თუ ენერგეტიკული დავლიე და მერე ეს ვჭამე, ხო? ვერ გავუგებ ამას გემოს. ამას მივერთმევ ამასთან ერთად, ხო, მერე ჯერ დავაგემოვნებ ამას, მერე დავაგემოვნებ ენერგეტიკულს ჯოის. ეს ეგ არის. წავედი ახლა და ცალკე გადავიღებ დაგემოვნების ვიდეოს.